გერმანია, მიუნხენი, სასტუმრო ბაიერის შერხოფი. ახლა გლობალური პოლიტიკი დაინტერესებული საზოგადოების ყველა თვალი და ყური სწორედ ამის სამართლისკენაა მიპყრობილი. ბავარიის დედაქალაქის ძველი ნაწილი სავსეა ოფიციალური სტუმრებით. ყველაფერი, როგორც ამბობენ ხოლმე, კულუარებში გადაწყდება და ვალენტინობას ბევრ დიპლომატიურ პაემას ელოდებიან. პაემნების მთავარი თემა კი იქნება რუსეთ-უკრაინის ომი და ტრამპი. დღეს გერმანია უსაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობს ცვლილებების გარდამტეხ მომენტში, მაშინ როდესაც იანვარში ამერიკის ახალი ადმინისტრაცია უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, როდესაც ბრიუსელში ევროპული საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ახალი ციკლი დაიწყო და კონფერენციიდან ერთ კვირაში გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. პირველ დღეს მთავარი პროგრამა ფოკუსირებული იქნება გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, რეგიონულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე, ასევე ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მომავალზე. სტუმრებს შორის არიან პრეზიდენტები, მინისტრები ჩინეთიდან, მაგალითად ისრაელიდან, პალესტინიდან, საგარეო საქმეთა მინისტრები ან პრეზიდენტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. ერთ-ერთ პანელზე წარმოდგენილი იქნება სხვათაშორის იულია ნავალნაია, რუსეთში მოკლული ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის სოლი და ბელარუსიდან დევნილი სვეტლანა ტიხანოვსკაია. საქართველოს კი ამ კონფერენციაზე წარადგენს სალომე ზურაბიშვილი, როგორც უკანასკნელად არჩეული ლეგიტიმური პირი. ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით სლად გეტყვით. ახლა კი იმის შესახებ, რატომაც არის მიუნხენი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. გერმანიის პრეზიდენტის შემდეგ ღონისძიებას მიმართავს, ეს მიმართვა ამ წუთებში უკვე დაწყებულია ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და სწორედ მის შემდეგ გამოვა სიტყვით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი. ის გერმანიაში გუშინ ჩაფრინდა ოჯახთან ერთად. რას ეტყვის ვენსის პირით დღეს ტრამპი ევროპას, რას ეტყვის უკრაინას და რას იტყვის რუსეთზე. ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბარმა მოიტანა გარკვეული ქარტეხილები ევროპის კონტინენტზე. კონფერენციის ძირითადი ცენტრალური თემა სწორედ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების ტრამპის სეულ გეგმას უკავშირდება. ცნობისთვის კონფერენციის ხელმძღვანელი ქრისტოფ ჰუისგენი მოელის, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი შეხვედრაზე გამოსვლისას ამერიკის ჯარის ევროპიდან გაყვანის შესახებ გამოაცხადებს. ამერიკული ჯარი ამ დროისთვის დგას გერმანიაში, იქ დაახლოებით 50,000 ჯარისკაცია საუბარი, უფრო მცირე კონტინგენტებია განლაგებული ბალტიის ქვეყნებში, ასევე პოლონეთში, ჯამში ევროპის კონტინენტზე 100,000 სამხედროზეა ლაპარაკი. ჰუისგენს ასევე კითხეს, არიან თუ არა კონფერენციაზე რუსეთის წარმომადგენლები, მან თქვა, რომ რუსეთის წარმომადგენლები კონფერენციაზე მიწვეულები არ არიან. გერმანიის რადიოსთან საუბარში მან დააფიქსირა, რომ რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შესახებ გაიგო ტრამპის ნათქვამიდან. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 თებერვალს მედიას უთხრა, რომ 14 თებერვალს მიუნხენში გაიმართება მოსკოვის, კიევის და ვაშინგტონის მაღალი რანგის წარმომადგენლების შეხვედრა. რა თქმა უნდა, მოლაპარაკების მაგიდასთანაა უკრაინის ადგილი. გვეყოლება უკრაინა, რუსეთი და სხვა ჩართული ხალხიც, ბევრი ადამიანი, ბევრია ამ თამაშში. საინტერესო სიტუაციაა, მაგრამ ომი უნდა დასრულდეს. მიუნხენში იქნება რუსეთი ჩვენს ხალხთან ერთად, უკრაინაც მიწვეულია. სხვათა შორის დარწმუნებული არ ვარ, რომელი ქვეყნიდან ვინ იქნება, მაგრამ იქნება მაღალი რანგის ხალხი რუსეთიდან, უკრაინიდან და შეერთებული შტატებიდან. უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა მანამდე განაცხადა, რომ მიუნხენში რუსებთან მოლაპარაკება არ არის დაგეგმილი. უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ მისი ქვეყანა არ აღიარებს შეთანხმებებს, რომლებიც კიევის გარეშე იქნება მიღწეული. უკვე გერმანიაშია თავად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რა არის დაგეგმილი კულუარებში, სავარაუდოდ ადრე თუ გვიან მაინც გაცხადდება. როგორც უკვე ვთქვით, ნებათაღელვა მოჰყვა ტრამპის პირველ კონტაქტს, რომელიც შედგა ჯერ პუტინთან, შემდეგ ზელენსკისთან. ამაზე ზელენსკიმ მაშინვე დააფიქსირა პოზიცია, რომ ეს არ იყო სასიამოვნო, რომ სანამ მასთან ისაუბრებდა, ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს დაურეკა.
как у нас уже было 3 размовы так с президентом Трампом. ჩვენ სამჯერ ვესაუბრეთ პრეზიდენტ ტრამპს, არ ვიღებ იმას, რომ მისთვის პრიორიტეტული ჯერ რუსეთთან ლაპარაკი იყო. თუმცა ნამდვილად არ არის სასიამოვნო. იცით როგორი რეაქცია მოყვა უკრაინის საზოგადოებაში, ევროპელებში, რადგან საქმე უკრაინას ეხება, არაფერი არ იქნება უკრაინის გარეშე. არც ერთი შეთანხმება ან მოლაპარაკება არ უნდა შედგეს კიევის და ევროპის მონაწილეობის გარეშე. ასეთი განცხადებები გუშინ ევროპელმა ლიდერებმაც გააკეთეს. ამ ეტაპზე ერთადერთი შეკითხვაა, მზად არის თუ არა პრეზიდენტი პუტინი დათანხმდეს ჭეშმარიტ, მდგრად და სარწმუნო ცეცხლის შეწყვეტას. ასე თქვა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც ელექტროშოკი უწოდა ტრამპის ხელახალ გაპრეზიდენტებას, რომელმაც ევროპა უნდა აიძულოს დაიცვას საკუთარი მომავალი, მეტი ინვესტირება მოახდინოს თავდაცვაში. მაკრონის განცხადება არის მკაცრი, მაგრამ იმავდროულად დიპლომატიურიც. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ქმედებები მან შეაფასა ერთი სიტყვით ელექტროშოკი, განცხადების დასკვნით ნაწილში ფოკუსში მოექცა შემდეგი სიტყვები, რომ ევროპელებისთვის ეს ეგზოგენური შოკია, ამან უნდა მოიტანოს სიცხადე ევროპაში, მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ მათ შეეძლოთ ცხოვრება სტრატეგიული დამოუკიდებულების მდგომარეობაში, განაცხადა მაკრონმა Financial Times-თან ინტერვიუში. ახლა ვთქვათ კიდევ ერთხელ, ვის ჩააბარა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ტრამპმა. ესენია სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, CIA-ის დირექტორი ჯონ რედკლიფი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცი, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. არის თუ არა აზრთა სხვადასხვა ტრამპის გუნდში უკრაინის საკითხისადმი. დღეს Wall Street Journal-ს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა JD Vance-მა უთხრა, რომ თუ რუსეთი უარს იტყვის უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე, ამ ქვეყნისთვის გრძელვადიანი გარანტიებით შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ახალი სანქციები დაუწესოს მოსკოვს და თავისი სამხედროებიც კი გაგზავნოს უკრაინაში. Vance-მა ასევე თქვა, რომ წარმატებული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემთხვევაში შეიძლება ურთიერთობები გადაიტვირთოს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის. ის აანონსებს სამშვიდობო შეთანხმება, რომ ასეთი იქნება უკრაინისთვის ბევრ ადამიანს შოკში ჩააგდებს. ამასთან საყურადღებოა ისიც, რომ მოლაპარაკებების დროს ტრამპმა შესაძლოა შეცვალოს აზრი გარკვეულ საკითხებზე, ეს კი არის უკვე გზავნილი მოსკოვისთვის. ციტატის დასაწყისი, პრეზიდენტი არ აპირებს ამ საქმეში ლიმიტების დაწესებას, ის იტყვის, ყველაფერი მაგიდაზეა, მოდით გარიგება დავდოთ. ეს ვენსის სიტყვებია. ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა მიუნხენის კონფერენციაზე ზელენსკი ვენსის შეხვედრამდე სულ ცოტა ხნით ადრე. ცნობისთვის ვიცე-პრეზიდენტის ეს განცხადება ჯარების გაგზავნის ნაწილში ფაქტობრივად წინააღმდეგობაში მოდის ერთი დღით ადრე პრეზიდენტის პენტაგონის ხელმძღვანელის პიტ ჰექსეთის განცხადებასთან. მან გამორიცხა უკრაინაში ამერიკული ჯარების გაგზავნა. მოდი გავიხსენოთ ეს კომენტარი. გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინაში უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების მასშტაბურ გარანტიებს, რომ ომი ისევ არ დაიწყოს. ეს არ უნდა იყოს მინსკი 3, ამასთან შეერთებულ შტატებს არ სჯერა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არის მოლაპარაკებების გზით მოგვარების რეალური შედეგი. ნაცვლად ამისა, უსაფრთხოების ნებისმიერ გარანტიას მხარი უნდა დაუჭიროს ევროპულმა და არაევროპულმა ჯარებმა. თუ ეს ჯარები განლაგდებიან სამშვიდობოების სახით უკრაინაში ნებისმიერ დროს, ისინი ნატოს მისიით არ უნდა დისლოცირდნენ და მათზე არ უნდა გავრცელდეს მეხუთე მუხლი. ასევე უნდა არსებობდეს ძლიერი საერთაშორისო მონიტორინგი შეხების ხაზზე. გასაგებად რომ ვთქვათ, უსაფრთხოების გარანტიის ფარგლებში უკრაინაში შეერთებული შტატების ჯარები არ იქნება განლაგებული. რას გულისხმობს ტრამპის გეგმა უკრაინაში ომის დასასრულებლად? სწორედ ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ჰექსეთმა გუშინ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გეგმაზე ილაპარაკა თეზისებად. რამდენიმე პუნქტი ასე გამოიყურება, რომ უკრაინისთვის 2014 წლამდე საზღვრებთან დაბრუნება არარეალური ამოცანაა. უკრაინისთვის ნატოს წევრობა არ იქნება მოლაპარაკებით მიღწეული გარიგების რეალისტური შედეგი, რომ უკრაინას ზურგი უნდა გაუმაგროს ევროპამ, როგორც ნატოს ეგიდის გარეშე, უფრო დაბალი ფასები ენერგიაზე, სანქციების უფრო ეფექტურ აღსრულებასთან ერთად რუსეთს დასვამს მოლაპარაკების მაგიდასთან. საბრძოლო მასალის დიდი წილი უკრაინას უნდა მიაწოდოს ევროპა. ასეთია თეზისები. ერთი შეხედვით ეს გეგმა ასე გამოიყურება, რომ უკრაინა ევროპაა და მასზე პასუხისმგებლობა მეტწილად უნდა აიღოს ევროპამ. აქ არის ორი სადავო თეზაც, უკრაინის ნატოში გაწევრების პერსპექტივის დახშობა და ტერიტორიული
ტერიტორიულ დათმობაზე წასვლა. აქ გეტყვით, როგორია ზელენსკის პასუხი. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსების ტერიტორიად. ჩვენ გვინდა ვიყოთ ნატოში. თუ უკრაინა არ იქნება ნატოში, მას დასჭირდება 1,5 მილიონი არმია. ეს პრესკონფერენციაზე თქვა სულ ცოტა ხნის წინ ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება ბელარუსის მიმართულებით 150,000-იანი ჯარით წვრთნების დასაწყებად და არავინ იცის რა მიმართულებით წავა იქედან რუსეთი. აქვე კიდევ ერთი საინტერესო ციტატა. ჩვენი ჯარისკაცები ახლა აძლევენ დროს მთელ მსოფლიოს საუბრისთვის, პიჯაკების დარებისთვის. ამერიკასთან ერთად ძალიან სწრაფად უნდა ვიმსჯელოთ და მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, როგორ შევძლოთ წნეხი პუტინზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ დასავლეთის შეცვლის პიჯაკებს სამხედრო ფორმებით, ასე თქვა ზელენსკიმ. მას კითხვა დაუსვეს ასევე რუსეთთან მოლაპარაკებებზე. მან თქვა, რომ ასეთის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. No, I don't know about it. არ ვიცი ამ შეხვედრის შესახებ, შეიძლება სხვებმა ჩემზე მეტი იციან. პირადად მე არაფერი ვიცი, უამრავი ინფორმაცია ვრცელდება რაღაც შეხვედრების შესახებ რუსებთან, ამერიკელებსა და რუსებს შორის საუდის არაბეთში, მაგრამ გეტყვით მკაფიოდ, გვაქვს შეხვედრების წესი, ჯერ ეს შეერთებული შტატები და ევროპა, შემდეგ რუსეთი. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ყველაფერს, მაგრამ ესაა ჩვენთვის მისაღები. მე დაგეგმილი მაქვს ოფიციალური ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, შემდეგ თურქეთში ვაპირებ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრას. არ ხვდები იქ არც რუსებს და არც ამერიკელებს. ეს ჩემი ოფიციალური ვიზიტია ამ ქვეყნებში. როგორც ცნობილია, მიუნხენის კონფერენციაზე დასასწრებად ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც მიფრინავდა, თუმცა ტექნიკური მიზეზებით ახსნეს მისი თვითმფრინავის უკან ვაშინგტონში გაბრუნება. ითქვა, რომ ის სხვა თვითმფრინავით გაემგზავრება გერმანიაში. ვნახოთ, როდის შეუერთდება რუბიო კონფერენციას. ან იქნება თუ არა ის შეხვედრაზე ზელენსკისთან, რომელიც არის დაგეგმილი ამ მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არა მხოლოდ უკრაინაში შეცეცხლის შეწყვეტას, არამედ ომის სრულ დასრულებას მოითხოვს. კარგი, საუკეთესო რამ პრეზიდენტ ტრამპთან მუშაობისას არის ის, რომ არ არის ბევრი გაურკვევლობა. ვგულისხმობ, რომ ის საკმაოდ პირდაპირია და მისი კამპანიის დროს მან თქვა, რომ ომი არასოდეს მოხდებოდა ის, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო. მე მჯერა, რომ ეს სიმართლეა, თქვა სახელმწიფო მდივანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპმა იგივე სიტყვები უთხრა პუტინს. მას სურს, რომ ომი დასრულდეს, მას მხოლოდ პაუზა არ სურს. მას სურს დასრულდეს, ეს რთული იქნება და ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ამბობს რუბიო. რას მოვისმენთ დღეს, იქნება თუ არა ვინმე შეხვედრებზე მართლაც რუსეთიდან, როგორც ერთ ტრამპმა განაცხადა, აქვს თქვათ ის, რომ თავად ტრამპი აპირებს პუტინთან შეხვედრას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საუდის არაბეთში შეხვდეს. აქ ცოტა ხნის წინ Financial Times-მა ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტრამპს და პუტინს სურს ცეცხლის შეწყვეტა 20 აპრილს ან 9 მაისს გაფორმდეს. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ მასალაში ასევე ნათქვამია, რომ ტრამპის მიდგომები კარს უხსნის პუტინის ამბიციებს ევროპაში საკუთარი გავლენის სფეროს ლეგიტიმაციის შესახებ. და ბოლოს თქვათ საქართველოზე მიუნხენის კონფერენციაზე, როგორ არის იქ საქართველოს წარმოდგენილი, როგორც უკვე თქვით, ქართული ოცნებიდან არავინ არ არის მიწვეული, შარშანაც და წელსაც საქართველოს წარმოადგენს იქ სალომე ზურაბიშვილი, როგორც უკანასკნელად არჩეული ლეგიტიმური პირი საქართველოში. პანელს სხვათა შორის კარნეგის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი თომას დე ვაალი გაუძღვება. დისკუსიის სახელდება ასეთია: საქართველო ყურადღების ცენტრში. საქართველოდან გამგზავრების წინ გაგახსენებ ზურაბიშვილი შეხვდა ფაქტობრივად ყველა ჯგუფს, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს. ცხადია, მისი ფოკუსი იქნება ბოლო დროს განვითარებული პროცესები, ჩვენი ქვეყნის გამოწვევები. მიუნხენში ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ის უკვე შეხვდა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს. გახარია ამბობს, რომ ის ფოკუსი იქნება თითოეული პატიმარი, ვინც მძევლად ყავს აყვანილი რეჟიმს. კონფერენცია უკვე დახსნილია, დაწყებულია, ამ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს სტუმრებთან ერთად.